რა საჭიროებები აქვთ მრავალშვილიან დედებს და სჭირდებათ თუ არა ხელშეწყობა? თემაზე ვრცლად სასაუბროდ გვერდება 10 შვილის დედა. ქალბატონო ირინა, გამარჯობა, გილოცავთ აღდგომას, დიდი მადლობა რომ დრო გამონახეთ და მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. 10 შვილის დედა ბრძანდებით და რა სირთულებთან არის დაკავშირებული ბევრი შვილის აღზრდა? არა მარტო მრავალშვილიან ოჯახებში, ერთი შვილის რო გყავდეს, აქაც ერთგვარი სირთულები ახლავს ყოველთვის. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მრავალშვილიან ოჯახში ჯერ მარტო ხალხურ შემთხვევაში 10 შვილი 10 პიროვნება და მათთან ერთად, ყოველ შვილთან ერთად ჩვენს ვიზრდებით რაღაცა აღმოვაჩენთ ხოლმე საკუთარ თავში ახალ უნარჩვევებს და უფლისყალობით გვაძლევს ღმერთი ძალას და იმუნარებს, რომ ეს ჩვენი მისია, ასე ვთქვათ, ხალისხიანად მივიტანოთ ბოლომდე, მივიყვანოთ. საინტერესოა რამ განაპირობა, რომ გადაგეწყვიტათ მრავალშვილიანი დედა გამხდარიყავით. თქვენ თვითონ თუ გყავთ ბევრი დედმამიშვილი? იცით, ზოგადად არც დამიგებნია არასდროს ბევრი შვილი რომ ყოლოდა. უბრალოდ ალბათ ეს დედის ინსტინქტი და ეს პოტენციალი ჭარბად მქონიათ თორმე როგორც აღმოვაჩინეთ წლებთან ერთად და მინდოდა რომ აი ამ კუთხით მაქსიმალურად რეალიზება მომეხდინა საკუთარი თავის როგორც დედის, იმიტომ რომ მთავარი ქალის მისია მაინც დედობაა. როგორც ვიცი, აქტიური დედაბრძანდებით ასევე მუშაობთ და როგორ უთავსებთ ერთმანეთს კარიერასა და ოჯახს? ზოგადად შეუძლებელი არაფერი არ არის, თუ კი არის ნამდვილად მონდომება. აქ მთავარია ჩართული ქონდეს სწორი დროის მენეჯმენტი. აი, სწორად განაწილო და შეუძლებელი არაფერია ნამდვილად. რა პრობლემები გაქვთ მრავალშვილიან დედებს? ვიცი რომ ასევე გაქვთ ჯგუფი, სადაც ხართ გაწევრიანებული მრავალშვილიანი დედები. ძირითადი პრობლემები არის საცხოვრებელი ფართი. იმიტომ რომ შეუძლებელია დღევანდელი შემოსავლით იქამდე გაწვდე რომ შეიძინო მაგალითად უძრავი ქონება. იმიტომ ყველა ბავშვს უნდა ქონდეს თავისი სივრცე, რა თქმა უნდა და პირიქით ახლა ზოგადად ეს კამპანიები არ მომწონს, სადაც მაგალითად მრავალშვილიანი ოჯახები სადაც ვერ უქმნიან თავის შვილებს იმ პირობებს, რომ ქონდეთ საკუთარი სივრცე, მომართული არიან იმაზე, რომ თქვა წაართვან შვილები. არ არის სწორი მიდგომა ჩემის აზრით, პირიქით აქ უნდა ხდებოდეს წახალისება და მხარდაჭერა, როგორც ყველა მაგალითად ახლა ცივილიზებულ ქვეყანაში. კი, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში ღებულობს მრავალშვილიანი ოჯახი დახმარებას, თუ კი ის არის სოციალურად დაუცველი, მაგრამ ნახეთ, მრავალშვილიანობა არ უნდა ასოცირებდეს სოციალურად დაუცველობასთან და სიღარიბესთან. აი ეს არის პირველი შეცდომა. უდაოდ უპირობოდ მრავალშვილიან ოჯახს მიუხედავად თავისი სოციალური მდგომარეობისა უნდა მიენიჭოს კონკრეტული დახმარება სახელმწიფოსგან. ანუ სოციალური სტატუსი არ უნდა იყოს არ უნდა ქონდეს ამ ყველაფერში გადამწყვეტი როლი, არ უნდა ქონდეს. რა სახის დახმარება გჭირდებათ მრავალშვილიან დედებს? კი ბატონო, უპირველეს ყოვლისა ფართის პრობლემა მოგვარდეს, ანუ ბინა, საცხოვრებელი ფართი. მერე ჯანდაცვა მეორე რიგში და მესამე რიგში აუცილებლად აი საგანმანათლებლო წრეების მაგალითად აი ძირითადი ის არის კიდე აქცენტი, მაგალითად ახლა არის წრეები, სადაც უფასოა მაგალითად წრეები მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მაგრამ იმ კუთხით რაც სულ შეეხება აქ ცოტა ნაკლებად. და ბოლოს ქალბატონო ირინა, რას ურჩევთ დედებს, რომელთაც ჯერ 1 ან 2 შვილი ჰყავთ? იცით რას ვიტყოდი, მაგალითად ესეთ მესიჯს გავუზავნდი ქალბატონებს. მე უფრო შედარებით ახალგაზრდა ასაკში ბევრი ქალბატონისგან მსმენია უკვე არა რეპროდუქციულ ასაკში, რომ ძალიან უნანიათ რომ არ გააჩნდეს ბევრი შვილი, რადგან შეუშლიდნენ ცხოვრების პრობლემებს. მაგრამ საბოლოო ჯამში მე ხვდები რომ რაც შეიძლება ძვირფასი შექმნა ქალმა ადამიანმა ეს არის შვილები, ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე. დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ.